ათელეს ამისთვის პატიოსთან ადამიანობას და ისევალი იყოს სამარადის სკოლაში. მართლა რომ ბრძოლობდა და მართლა რომ მომდა ყველას და ყველას. მოგონება იყოს. ჩვენ დღეს შემთხვევით არა ვართ მოსულები აქ. ქართველი კაცი ყოველთვის ამბობს იმ გმირების მოსაგონებს და აყოლებს ყოველთვის იმ ცნობილი თქვა ნომერპირველი კაცის დავით აღმაშენებელის გამარჯვებით და გადავდივართ მე იმ უსახოლო გმირებზე, რომლებიც შეიძლება ისტორიამ დღემდე არ შემოინახა. ჩვენ მომსწრე ვართ, ისწავლობთ 9 აპრილის, როდესაც მოხდა უდიდესი ტკივილის და უდიდესი აღმაფრენაც ამ სახით შევიდა ეს დღე ისტორიაში, ასე უკტავყო ფაქტურად ამ დღეს საკუთარი თავიდან. რომ არა დღესაც საქართველოში ის გმირები, რომლებიც მართლა გმირები არიან, რომელიც შეიძლება ბევრმა არ იცის. და მე მაქვს საუბარი ამ შემთხვევაში უკვე დათო ანდაშუძე, რომლის აფლავზე დღეს ავართ, რომელიც ფაქტიურად მარტო შეიძლება ითქვას იბრძოდა იმ უკანონოებს წინააღმდეგ, რასაც ქვია ქართული მიწების გასაცება და ჩვენ დღეს დავივალდებულეთ თავი, რომ ამ კაცის საფლავზე მოსულიყავით, ამ კაცის ოჯახთან მოსულიყავით და გვეთქვა, რომ ჩვენ არ დაგვივიწყდება ვინ ეს კაცი და დარწმუნებული ვარ ამ სოფელს და ამ გარეუბანს, სადაც ახლა ეს კაცი აქტიურად იბრძოდა ამ ქართული პრობლემის გადაწყვეტად, მოსაგვარებლად, სანამ იქნება ეს სოფელი, სანამ იქნება საქართველო, სანამ იქნება ოჯახი ამ კაცის სახელგვარს აიმახსოვრებენ და ოქროს სახელებით სახელები ჩაწერენ ისტორიაში. ვერვა განაცხადოს. ამენ. კი, ახლა დაიკავები და თემური სიტყვა. ათეშიოს. ბრძოლას ალბათ აუცილებლად ექნება შედეგი. გამგებელი კიჩი გადასვლა. შემოიღოს ბატონ დათო ყანდაშვილის. ახლა საუკეთესო პიროვნება და იყო და ამ სოფელში მართლაც მოღვაწეობდა და ერთი რამ მინდა ვთქვა, ფაქტობრივად ისტორია ყოველთვის ინახავს იმ პიროვნებებს, რომელიც გარკვეულ დროს როცა უჭირს ქვეყანას განსაკუთრებით, საკუთარ შემოაღწევს და რა იმ პიროვნებებს, რომელიც საკუთარ თავის გადარჩენაზე ფიქრობდა. აი ეს კაცი არ ეპოვებოდა იმ ზეწოლაში, პერიპეტიებში. და იბრძოდა რა, მართლა იბრძოდა ეს ადამიანი და ნათელი და ხსოვნა ის სულს. ანა ფიფორმა ოჯახი კიდე დალიჩული. სონარ დავიწყება იყოს ყველა იმ კაცის, ვის ჩვენი სამშობლოში სიძველე და მეთქე სამხელიანი პირობებს უფასად. ჩვენ დღეს ვიმყოფებით. ჩვენ მილესალმები ახლა ბოლო ვიცი ერმილე მაინც დაუშვენს ერმილეს ჩვენს მას დიდი სიყვარულით პატივისცემით ყველა ჭეშმარიტ ქართველს, სპეციალს, მაკმურებს, ყველა ღირსეულს, როგორც საქართველოში ცხოვრობს, ისე მის ფარგლებს გარეთქოს, უფალმა დაგლოსო და გაგაზიაროთ ხოლმე. ჩვენ და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო გმირული ისტორიული წარსულის ქონე კახეთის მადლიან მიწაზე ვიმყოფებით. სადაც ფიზიკში, უბატონოში ამ გმირული რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე უფრო თავისუფლების მოყვარე ამალ კუთხეში. და ვართ გამოსული სოფელ ილიაწმინდის სასაფლაოზე და ვართ მოსული ისეთი პიროვნების, აი როგორ გითხრათ, ჩემი მეგობრის დავით ანდაშვილის სასაფლაოზე. აი
გენიალურ ჰენრიხ ჰაინეს აქვს, ნათქვამი. ბოდიში ცოტა გამიგზავნება, იმიტომ ხომ უნდა იცოდეს ხალხმა ვის საფლავზე ვართ მოსული. გენიალურ ჰენრიხ ჰაინეს აქვს, ნათქვამი. ყოველი ადამიანი ეს მთელი სამყაროა, რომელიც მასთან ერთად იბადება და მასთან ერთად ხდება. ყოველი ადამიანის საფლავის ქვის ქვეშ კაცობრიობის ისტორია განიშნებს. მე ახლა არ ვიცი როგორ კაცობრიობის ისტორია, მაგრამ ამ საფლავის ქვის ქვეშ განიშნებს აი ძალიან დიდი ქართველი. თავის ქვეყანაზე, თავის მიწა-წყალზე უზომოდ შეყვარებული. კარგად გამიგეთ. დათო ყანდაშვილი არ იყო პოლიტიკოსი. არ იყო სამეცნიერო საზოგადო მოღვაწე, არც დიდი მეცნიერი იყო. არ წერდა ის პედაგოგებს, აივებს, ლექციებს არ კითხულობდა, რაღაც პროგრამებს არ ქმნიდა ეს კაცი. მაგრამ აი ეს კაცი თუ წავიდა, აი შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა დააკარგა ჩვენს ქვეყანას, მის სამეგობროს. ეროვნულ სულისკვეთებას მართლა დააკარგა ამ კაცის წასვლა. რა მახსენდება, იცი? აი გრიგოლ აბაშიძის უსაყვარლესი რომანი ლაშარელა და იქ არის ასეთი მომენტი, როდესაც ლუხუ მიგრიაულის რაც ანადგურებენ, მაშინ ჩალხია ფხოველი, მეფის გამგზელი, ლაშა გიორგის გამგზელი სასიკვდილოთაა დაჭრილი და შალვა ახალციხელია ჩაჩოქილი და იქვე ლუხუ მიგრიაულის ზურში ლახვარ ჩახსებული ლუხუ მიგრიაული აგდია. და ეს აჩვენებს. ხედავო, შალვაო, ლუხუმია მიგრიაული. ზურგშია თუ ლახვარი ჩაცემულიო და რო იცოდეო, ეს ლახვარი მარტო ლუხუმ მიგრიაულს კი არა ჩაცემულიო, საქართველოს ძლიერებასაა ჩაცემული. იმიტომ რომ საქართველოს ძლიერებაო ზუსტად ისეთი პატიოსანი ლექკაცების ხლებზე დგას, როგორც ლუხუმია მიგრიაული. იგივე მინდა ჩემ დათოზე მერო. და მე უფლება არ მაქვს. რატო მოვდივარ და რატო შემწუხდით ამდენი ხალხი? დათო რო იცოდე. აქ მოსულია იმ ხალხთან ერთად ვართ მოსული, αλλά ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, რომელსაც ალბათ აი საქართველოში უფრო მეტ სანდო ადამიანებს ჩვენ მე ვერ ნახავთ პირადად. თანავწეთ ისეთ პიროვნებასთან, რომელიც ზუსტად იგივე პიროვნებაა და შეგვიძლია იგივე სიტყვები თქვა. რომ ნაღდად გულით და სულით რა, არა ამ ქვეყანაში ვარა. აგერ არის ჩემი იაგო, რომელთანაც ერთად ვიბრძვით. მაგალითად ამ პიროვნებასთან რა ვიცი 2009 წლიდან ყველაფერი ერთად რომ გაგვივლია. თუ ზოგჯერ მომხდარა აქაც ვიყავით, თუ ზოგჯერ მომხდარა რომ ვერ მოდიოდა, ამას რაღაც ღვთაებრივი საპატიო მიზეზი აქვს. უკვე წლებია, მრავალი წელია, დედა მიჯაჭვულია, რა ქვია, ინსულტით საწოლზე და ჩემი იაგო დედას. ამაზე საპატიო ხო არაფერი არ არსებობს. აგერ ჩემი თემური ბუკალავაძე როგორ გითხრა რა საოცარი შემართების ახალგაზრდა. მე არ ვიცი საოცარი რაღაც. არ ვიცი, აი მოსწრებაზეა სადმე რიგი გავარდეს, რამე ეროვნულს ეხებოდეს, ამას ასეთ რამეს რომ ეხებოდეს რა. და ამავე დროს ყოველთვის მithქია ვაფიქსირე. გული მისკდებოდა. ეს ახალგაზრდა წანისის ტყეპავს ისე იდგა დარაჯა დაათვირო თავის ბინაგზე იხავს. ხო დიდი ისე გული მისკდებოდა, კაცო. რამე შარი არ ნახოს. აქ არის ჩემი დია ბახტაძე. მე ერთ რამეს ვიტყვი, ამას მე არ ვიცი ეს. მე არ ვითიქრებდი რომ სიბერეში მე ავიცნობდი ასეთ სამშობლოზე მოანგაროდ შეყვანილ ასეთ ღირსეულ ჭეშმარიტ ქართულ მამულიშვილს. მე ნახდათ არ მეგობრად. და გია რომ მე მეგობრად მომიაზრებს, ეს ჩემთვის დიდი პატივია. და ბოლოს აგერ ახალზე ვიდე კაცო. გამაზია, მოდი მეცამა. შენ კი არ გისმე, შენ მინდა რომ დაგინახოს, დაინახო. მოდი აგერ ამას. მე ახლა აქა რამაზის ვერ დავახასიათებ. რო სუფრაზე აქიდან სახში რო წავალ, მე რა ვიტყვი, ამ პიროვნებას სხვაზე მეტი უფლება თუ აქვს რომ და თქვა ნაკლები ნახდათ ვიტყვი რა ამის შესახებ, მინდა რომ მთელი გულით ვერი და არასოდეს ეს ამას ვერ ათხრობია, ვერაფერს სამის. ესეთი პიროვნება. აგრეთვე ორი სიტყვით უნდა მოვყვა რა. მოვდივარ დედოფლის წყალიდან. იქ ომობანა ქონდა იქნება ხო იცით, გავიმარჯვეთ სხვადასხვა ერთადერთი ადგილი, სადაც გავიმარჯვეთ.
გავიგეთ. მაგრამ არ ვიცი. რა სულ პარტიის ლიდერმა რო თქვა რაღაცა ის დაჭერა. ასაგებია რა მოხდა იმის მერე. ბოლო წლებში თითქმის შესყიდული ქონდა. ახლა არ ვიცი, შეიძლება ახალი პრობლემაა, თავიდანაა მოსაგები. ნუ მოვდივართ, მოკლედ მირეკავს აზერბაიჯანი ადილა, იცი ადილა რო არის. ადილა მირეკავს არ იქაო, კაცო. იქაოს 1700 ჰექტარი აქვს, გზაზია. ხო, სწორი ვარ, აგერ და იქო არისო, ერთიო, ქართველი კაციო. მებრძოლი გიჟი გადარეულიო, კაცო. ფაქტიურად მარტო იბრძოდა ეს კაცი. და შეხვედრა უნდა თქვენთან ახლა რო გეიგეს რომ გამოგვივიდა რაღაცა იმედი მოეცა. ხა, განიგე, მაიკერა სადმიყავთ გასულს გამოსახლებაზე და იგვითხრეთ დელუფლის წყალში, გეიგო თუ ჩვენ მოვიდა. დანუჩი მერიგესო, ლეხებსო 1300 ჰექტარი მიწა შეასყიდია საქართველოს ბაკო. შევხვდებითო, რა შეა შევხვდები. გამოვდივართ ბიჭოდით. კაცო დავხვდა. ალა ვიფიქრეთ 1-2 მეტრიანი ფიზიკაში შევხვდება. რაღაცა და თქვენ ახალ კაცი პატარა ტანის პიროვნება გადმოვიდა, მე გადმოვედი, მე თამაზი ცხონებული შეიძლება და ამისაგან რა ხდება? კაცი აღარ იცის რა ქნას. აღარ იცის კაცმა რა ქნას რა. ვიხსნის აგერ არაბი ვერც გევიგეთ წესიადა თავიდან რა ხდება? ბოლო-ბოლო კი გევიგეთ რომ თურმე 1700 ჰექტარი აგერ ილიაწმინდაში თლად 0.4 ჰექტარი ქონდა. ხო მაშინ არ ვიცი ახლა თუ დაუმატეს არ ამგონია ვინ მესამე დაემატებია შეიძლება წაგართვეს კიდევაც. ხო და 0.4 250 თლად 100 ჰექტარი აქვს სოფელს და არაბს 1700 ჰექტარი აქვს ყველაზე უფრო ნაყოფიერი მიწები. რა ვქნა თანაც ამ დათოს რომ ველაპარაკებით ბიჭო თავიდანვე ვფიქრობთ რა ჭირს ამ ადამიანს გიშგავს აღარ იცის რა გააკეთოს და აი მე ვთხარი დავით დამშვიდი ვეხვეწებოდი დამშვიდი თქვა ახლა მივხედავთ მაგ საქმეში თქვა ჩვენ უკვე მეორე დღეს დაგვირეკებს დედოფლის წყაროზე რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა და უკვე ამისკენ სიგა პირველი ზახოდი საჭიროა პატარა დაზვერვა მე ნიადაგის შემზადება და მე ჩამოსვლა შენ დაგირეკე მაგრამ თავიდან მამისა და ეს ზაზა ისინი ერთი მანქანი წამოვიდნენ აქ რაზვეტკა დათომ ნახა ახლა დაზვერვა იყო იწილა ახლა ჩხუბის მეტი რა იცის იმან ხო ჩამოვიდნენ ხალხიო ცოტა სპოკმანოვსო მაგრამ შეიძლებაო რომ კაროჩე ჩხუბიო ახლა მე ახალები კახელები ყავს მაგაცე სუფრაზე რო სიტუაცია გადაწყდება იქ კახეთში ყველაზე მე და კაი რომ გულით რო გეგიგებენ რომ გულით ხარ ეს დედა ეს სიაფანტობას არ თოხლავენ აქა და ჩამოვედი მე გამე თქვენთან დავჭი 1-2 კაი პიროვნება გადმეიპატიჟა ვისაუბრეთ რაღაცა აქეთ იქე და ავდექით განაცვალე და მეორე დღეს გავიდით ბირჟაზე ცოტა იქეთ ბირჟაზე მოვიდენ ვილაპარაკეთ დათო ნუ არ ვიცი გიშგავს იქეთ ვერ მიხედებიო სადაც არაბიო გაგისკდება ბიჭო გული მე ვუთხარ მე რო კაცის დამშვიდებას დაუწყებ ძალიან თვითონაც დასამშვიდებელი მაგრამ ეს რა ვხედავდი პეთქავდა კაცი ხო და რა ვარციკდა მოვილაპარაკეთ რა ვარ შევიკრიბებითო კაროჩე და რა მოგვიერი გამოვა კი არა ვიავნანას ვამღერიეთ მე ახლა წილვარ თანაც ახლა ერთი რომ მე ხო გამოგვივიდა იმედი გვაქვს რომ გამოვა კიდევაც და წამოვედით აგერ იაგო ორი მანქანი თქვა ხო თუ ვაფსები და მივედით გამგეობა საკრებულო თავიდან 7-დან დავიწყე რუპორი შემიყვანს მაგრამ და ვავტეხე ტივილიდან რა ვიცი და ვინ გამოვარდა გამგებელი საკრებულოს თავზე პროკურორი ვინ ზედამ დაწყოლა ყველა იქა ჭივი ვარ აგენი გვეჩხუბებია რა გინდა ჩვენგან ჩვენ ვუვდებით ჩვენ აშვაში ვარ ნაცემმა გადაცემ მე ნაცემმა გადმოცე ჩვენგან მოგვეცით მე უკან ხოცება იმიზა მოგიყვანეთ ხელისუფლებაში რომ უკან მოვა რაში მჭირდები შენ მოსულ ხარ მიდის ჩხუბიდან აი პირდაპირ გეუბნები მაგრად დაიძაბა სიტუაცია დათო ჩვენთან ერთად ხო კიდევ უფრო მეტად ყვირიდა მაგრად დაიძაბა უკვე წამიწამია და კაროჩე შარია და არა და მოკლავენ ბიჭო ცემაში ჩავყრიადე კიდევ ამან და თამაზა ცოდებულმა რა ვარციქ და გამბოჭეს და ამათ ელაპარაკებოდა მე გამგებოდი მაგრამ იფიქრე ეს წესი შეფარებით ამას ეს ხულიგანია იფიქრე და
რამაც არა რამას რატომ ვიცი ბიჭო დევიღალი ამ პარტიულები ვიღაცები გამოდიან ჩვენ იქნი ამერიკაში ვიყავი სტოკჰოლმში ვიყავი წადი შენი დედაცვადირე ბოდიში თუ სადმე იყავ შენ რაგანძოლებში უნდა ყოფილიყავ ხო და ეს რაღაცა შევედი ჩიგდით ნუ რაღაც იქნა იქ რაღაცას ლაპარაკობ და ეცე დათოს შენი კადიშებულია ეს ხალხიო შენ ხო აქ დარჩებიო ერთი წუთით რო არ შეეპყრა წამოხტა ატეხა კივილი იქ მეორედე ესხა მთელი უფროსობა დაესხა აქედან ჩვენ წამოხდით ვინმე რამეში არ შეგეშალოთ თქვენ დატოს ვაი თქვენ გახსოვს ეს კივილი ვიცავ და 2 წუთით თუ 5 წუთით მოაცილეთ დათოს თვალი ამას მოიხიდე სადაა დათო და მამისა თევიკილე ეგრევე დევიღუპეთ ხო ვიცი რომ მიუვარდნენ და არაფერს ხო და არ დაუშვიდობები ვართ გამგებელს და საკრებულოს და გამოვადით და ქლოში დევიკეთით და იქ სოფლელები სად არიან მიუვარდნენ არაფერს ბიჭო ვიცი აქ საშიშია უკვე ასე არ შეიძლება თლათ კადროსაკუთრებაა ბოლო და გავარდით უკვე იქ დათო და მამისა წასულა ალა მისვალებული აღა უნდა უხსნა ამაზე მამისას კიდო მაიკერა სახლების ვიტაცებს უბედური და სამიცინე და თურმე უშველებელი ბეღლები მე ამხელა ბეღლები არც მინახია დაუტეხია ამათვის დათოს და მაგას და უძახის იქ ხარ მოდი წეიღეთ მართვალი მე მივარდი არა თქვა ვეუბნები არ გაბრიყვდე თქვა მე ბიბიალე ილიკო და ილარიონში როა თუძი დააბრუნეთო ფაგიზე არ დაბრუნდე არ დაბრიყე არ და ზუსტად ეს სიტუაცია მოვიდა არამე მე აღარ მახსოვს თარჯიმანით ველაპარაკებოდით თუ აღარ მახსოვს ხო და ესეო რა კაროჩეო რა გაგინდა თქვა ახლა პოლიციას დაუძახ ხო დაგიჭირა უყოლა მე ვთხარი ყულა გადაიხი ფუს ყულა დახარჯავ ჩვენ რაგანი გიჟი საბუთები გვაქვს იმას თლად ისეთი საბუთი აქვს მე ვთხარი რომ მაგას დიდი 1-3 დღე გააჩეროს ფსიქიატრიაში და გამოუშვებენ და რა გიდათო 700 ჰექტარი უნდა დაგვიბრუნო თქვა ასე დაგვიბრუნო ფული მაგ გადახდილიო ხო და მოკლედ რა გადაგიხდით ჩვენ ვთქვი ჩვენ აზრად გვაქვს რომ საქართველოს ოცნების დროს ვიყვიროთ ვიცილოთ რომ აიძულოთ როგორც შეიტყაპონეთ ფული ისე გადაუხადეთ და 700 ჰექტარი გაანაწილეთ თქვენი რასაც ილია წმინდასა და ამაშო დიდი ვარი არას მაშინ არ უთქვია და წამოვედით და ამის შემდეგ მოხდა ბევრი რამ იქ შიგნიდანა ზურშიდანა ჩაგვატყეს აქაც რა ვიცი რა ვერ შეიკრიბა ხალხი ვერ წამოვიდნენ და ეს სიტუაცია ასე და იმის მერე მე 1-2 დათო ვნახე მე არა და რომ მოვდიოდით ბირჟიდან ფეთქავს უთხარი შვილებს ფიცავარ მართლა უთხარი რომ არ შეიძლება დათო გული გაგისკდება ბიჭო თქვა მე უკვე მითხრა დარეკილი ინფარქტიო და მე რომ გევიგერო არ ვიცი რა რომ იქა მართლა დამწვრა გული მართლა არ შეიძლება რა აი ზუსტად დათოსნაირ ხალხზე უნდა იდგეს არ არსებობს არავითარი პოლიტიკური ძალების გაერთიანება სიტყვილია ერთადერთი რამაც ჩვენ შეიძლება გადაგვარჩინოს ასეთი აი სული დაგულით ვაშკაცი ხალხი შეიკრიბოს ერთად და მე ერთი ლექსი მინდა რომ თქვა ჩემი დაწელი არა ლადუასათიანისა მაგრამ პირდაპირ მინდა რომ დათოზე თქვა რა რომ ძალიან ერგება ეს ლექსი და მე ესეთი ყველანი საკმაოდ ლექსია და ამით უკვე ამით ეს ლადუასათიანის კწანისის ყაჩოებია ახლა არ იყო კწანისის ომი მაგრამ ესეთი დოლაში ჰეი თქვენ არა გველებო გაუმაძღარნო ომით თქვენ საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომი სავჩოხიანო ვაშკაცო ჭრილობა ხო არ გაგეხსნა ეს სისხლი არის თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლი სავჩოხიანო ვაჟებო ეგრე რამ გაგახალისა შხრიალი ხო არ მოგესმათ ოჯა ჯურღაის ფარისა სიმღერა ხო არ მოგესმათ პატარა კახის ხმარისა იქნებ მე თვალი მატყუებს ზეცა მაბრმავებს კრიალა მაშინ თქვენ თვითონ აღდგით და მარქვით ომახიანად თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი არა მე ეს ბებერი წანისი რა ძალამა ამთვიან ფიზიკის ამაყოშვილი გაუმაძღარო უმითა მე შენ საფლავთან მოსვლა და
მუხლის მოდრეკა მომინდა და მე ხმარე პატარა პატარა ხვიარი ყოფილიყო შემოდავით ის მიწა ხული მიწა რომელიც გულისთვის შენ ასე უანგაროთ და თავგანწირული იბრძოდი დანარჩენ შენ სახში დავიძებით და ერთ-ორ სიტყვას კიდევ გეტყვით ის რა ცოტა ხომ და ცოდნოდა ხავს ვინ იყო ეს პიროვნება და როგორი სანთელივი დაიწვა რა კაროჩე სამშობლოს სიყვარულში ეს პიროვნება დღეს ჩვენ სასაფლაოდან მოვედით ხო იქ ორი სიტყვა თქვით მოვიგონეთ დავით აქაც ვიტყვი სუფრაზე რო იქნებოდი ჩვენ ოჯახში აუცილებლად კიდევ მოვიგონეთ ერთი ვალდებული ვარ ასე დროს მაგრამ მეორე ზედი ორმაგი ვალდებული ვარ დათოყანდაშვილი უნდა მოვიტანოთ ყველანაირად ედამიდან რომ გითხრათ აი დავითზე როდესაც სადღეგრძელოს ვიძახი ერთი სადღეგრძელო გამახსენდა ბავშვები ვიყავით ბათუმიდან 3 თანაკლასელი გავიქეცით საგავიქეცით კაცო ახლა რუსეთში უნდა წავიდეთ რუღა ვატაროთ რა 9 კლასელები ვარ და შემოგვაღამდა შახტაში როსტოვთან და დავრჩით რაღაცა ბინაში და იქ ხაზე იკარავე მოვიდა ბიჭი იყო ჩვენეთი 15 წელი ის მოვიდა ძალიან პირველად ნახე გია მე ასეთი მოვისმინე ასეთი სადღეგრძელო მაშინ რუსეთში მაგრა დაგჭა გუჩი ერთი 10 წელი ჩვენზე ვხდოდი კაი პიროვნება რუსია კაი იმან თქვა ასეთი სადღეგრძელო მე მინდა თქვა დავლიო უცნობი სასაფლაოების მესაფლავეების სადღეგრძელო რა როგორა ხდებოდა ძალიან ხშირად რომ ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთიდანო გარბოდნენ მინდა იქცეოდა ახლა იშვიათად ალბათ სამხედროები რომელსაც არ მოეწოდათ თავისი სამსახური თუ რაღაცა მაგრამ უფრო ხშირად ალბათ პატიმრები გარბოდნენ ხო სწორი ვარ წინ 100-ობით 1000-ობით კილომეტრი ტუნდრა და ტაიგა იყო შესანიშნავად იცოდნენ რომ ბევრი ვერ გავიდოდა ცოცხალი მაგრამ იმდენად დიდი იყო სურვილი თავისუფლებისა რომ მაინც მიდიოდნენ და ბევრი ხომტებოდა და ჩებოდნენ ბილიკებზე აი ტყის განაკაფებზე და აი რა ვიცი მივარდებოდნენ ძაღლები ტურები და ჯიჯგნები ამ დროს ჩამოვილი და ვიღაცა გლეხი უბრალოდ საერთოდ მაცხოვრებაში რო არის ხედავდა რომ ვიღაცა პიროვნებას აგდია რა ვიცი პალასატი იმაში შავში რობაში და მას ჯიჯგნიან ყრიდა იმათ იქ არ ვიცი ქვით ჯოხით შემდეგ რითაც შეეძლო უთხრიდა მათ საფლავს ასაფლავებდა და თუ ქრისტიანი იყო ჯოხსვამდა ქრისტეს ჯვარს მან იცოდა რომ მაგისთვის მადლობას მაგას არავინ არ ეთყოდა პირიქით შეიძლება კიდევაც დაესაჯა რატო არ იქ არ აცნობე სადაც ჯერავს მაგრამ ის თავის ადამიანურ მოვალეობას ღმერთისა და ადამიანების წინაშე ეს აკეთებდა და მაშინ იმ ბიჭმა თქვა რომ მოდიო იმ ხალხს გაუმარჯოსო უცნობი სასაფლავების მესაფლავებსო რომლებიც აკეთებენო სიკეთეს გარა იმისთვისო რომ ამისთვის რაიმე სამაგერო მიიღო და უბრალოდ ეს მათი ცხოვრებაა ეს მათი შინაგანი კოდექსია ეს არის მათი ცხოვრების არსი და ზუსტად მე აქ ამაზე საუბარი რატო შემიძლია ზუსტად იმ კაცის მოსაგონას ვიზოთ რომელიც ზუსტად ეს ყველა ეჩხუბებოდა დაჟე სოფელშიც ეჩხუბებოდნენ ბაიორ დაგვანები თავი თქვენ არ ეჩხუბებოდნენ მაგრამ დაღლილი იყავით თქვენ კარგად გამიგეთ რაზე მაინც ჩხუბობდა მე რო კაც დავავს ამშვიდებას დაუწყებ მე თვითონ გიჟივით ვარ გაი დადო არ შეიძლება მე რომ მოდიოდით ბეჟადა და ასეთი ხალხის სადღეგრძელო თქვა ამას მარტო ვიღაცა რუსმა თქვა კი არა კარგად გამიგეთ აუ ჩვენ ქრისტიანები და ჩვენ ვაიმე ჩემი მამაო და ჩვენმა მამაომ და ჩვენი ბიჭო სახარება გაშალო ნარეულმა და წაიკითხო სახარება მთაზე მეებზე თავია პირდაპირ წერია მოწყალებისათვის ნახეთ რა სიძახის ღმერთი თვითონ ღმერთი ქრისტე ეუბნება მთაზე ხალხს ქადაგებს ერიდეთ
მეექვსე თავი ერიდეთ სიკეთის კეთებას ადამიანების თვალწინ მათ დასანახად თორე ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციური მამისაგან ხოდა როცა მოწყალებას გასცემო თუ სიკეთეს აკეთებო ნუ გაახმაურებ შენს წინაშე როგორც ამას წარმართები აკეთებენ სინაგოგებში და ქუჩებში რათა ხალხმა აქოს ისინი ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური შენ კი როცა მოწყალებას გასცემ შენ მარცხენას ნუ ეცოდინება რასაკეთებ შენი მარჯვენაო რასაც შენ რათა შენი მოწყალება დახურულში დარჩესო და მამა შენი რომელიც დახურულში ხედავს მოგიზღავს შენ ცხადად აი მე ასეთი ხალხის ძალიან ნაკლებობას ვგზნობ ერთეულები თუ ვინმეს ვისწრებდი აგზია მე იქ ვთქვი რომ რამაზიზე ცალკე ვისაუბრები და მე მოყვები რამაზის სიტუაცია რამდენი პარალელია დავით ანდაშვილსა და რამაზი ჯიქიას შორის მიხვდები ასე რომ გაუმარჯოს ყველა იმ გულიდან მოვიგონოთ სული და ცოცხლად ვაგრძელებ და მასთან ერთად ყველა იმას ვაგრძელებ ყველა აი ჩვენ გულებში მართლა არიან სიაფანდად კი არა და მით უმეტეს ღმერთმა ქნასო ცოცხლებიც იყვნენ ასეთები ბევრი რომლებიც სიკეთეს ადამიანის საფრთხოს საშვილიშვილოს აკეთებენ იმისთვის კი არა თუნდაც ღიათა შეფარულად რაღაცის გამო ბევრია ისე ლამაზად ასრულებს ისე ლამაზად თამაშობს ამ ეროვნულობას უანგარობას გულწრფელობას არა და სინამდვილეში აი კიდევ ერთ რამეს ბოდიში ისევ მასხოვრის სიტყვები მინდა რომ გავიხსენ არიან ესეთი შემოპარული ხალხი ეს უკვე მეჩვენე თავია თუ წინასწარმეტყველებიო ხედაყოფით იცნობოო ერიდეთოც აი ბევრია ასე აქაც ყველგან იქნებიან ერიდეთ თუ წინასწარმეტყველებს რომლებიც ხრის ქურქით მოდიან თქვენთან სამოსიტო შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან მათი ნაყოფი იცნობ თქვენო განა ეკალზე უძენს კრეფენა ყუროს თვალზე ლექსო არ შეიძლება კარგ ცუდი ნაყოფი გამოიღოს და არ ცუდმა ხემ შეიძლება კარგი ნაყოფი გამოიღოსო კარგი ხეო ყოველთვის კარგ ნაყოფს იღებსო ცუდი ხეო კი ყოველთვის ცუდსო ყოველი ხე რომელიც ხეს რომელიც კარგ ნაყოფს არ იღებსო მას ჭრიან და ცეცხლში აგდებენ ასე მათი ნაყოფით იცნობ მათო ხოსორე საქმემა შემმა წარმოგაჩინა შენოთარა ეს იპონტავო სამსახურები ვილები და ამოვედოს ვა ჩვენ სამშობლო გვიყვარს ეს ყველაფერი ზღაპარებს გამიგრძელდა განაცვალე მაგრამ აი მამაში ნაკლებია ვაფშე არაფერია რა დიდად ფული უნდა იცოდეს ახლა ასეთი ხალხი უნდა იყოს ასეთი ხალხი თუ არის და ჩვენ არაფერი გადარჩენის შანსი არ აქვს თუ ასეთმა ხალხმა ერთმანეთ მაგაზე კიდევ ერთი შანსი არ გადარჩენს რა აიხარე და ლოცოიღოს იმ კაცის სულის მე ახლა ქუთაისელი კაცი ვარ და მინდა ქუთაისელი პოეტის ფსევდონიმით სიმონიკა ბერეჟიანის ლექსი დავიწყო ეს აღერძელო თუმცა გვარად ის იყო თაყაიშვილი ასე ასეთი ლექსი ნათქვამი ვარ საქართველოს გულდამწვარი მამიჩო ქვეყნის წყინოვალე მომავალი სურს გავიხარო თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი დემტრად სეულით ამენახოს თელისელი სამყარო მაგარი ანუ მთავარი არის ეს შენი ქვეყანა და შენი სამშობლო და ახლა მე მოვიტან მუხრამაჭოვარიან სიტყვებს მას აქვს უბრა იყო გაშლილი ზვერგამსახურდია უკვე რაცული იყო და რო წავიდა საქართველოს ადგილზელო თქვა შემდეგ სიტყვებით მე ასეთი საქართველოს ადგილზელოს ავსო მე ვსვამ ისეთი საქართველოს ადგილზელოს რისითაც ზვერგამსახურდია და მე როგორც დავუყო და მე მინდა დავლიო დღეს ისეთი კაცი საქართველოს რისთვისაც ამ შემთხვევაში ბატონი დავითი იბრძოდა და რისთვისაც ფაქტიურად მან გადადო საკუთარი თავის და როგორც მე ვიცი მე თვითონ ამ პიროვნებას არ ვიცოდი მაგრამ საკმაოდ ბევრი ვიცი უკვე და მადლობელია დღეს ბატონის ხალხში რომ მოხდი იმ ოჯახში რომელიც იყო სამაგალითო მთელი რეგიონისთვის რომელიც მართლაც ყოველგვარი საკუთარი ინტერესების გარეშე აკეთებდა იმას რაც უნდა გაეკეთებია დანარჩენს მაგრამ ისეთი კაცი იყო მაგალითის მიცემ ღმერთმა სიკეთე მიცეს და მე დარწმუნებული ვარ ასეთი უსახელო გმირების ხარჯი არის დღემდე ქვეყანა მოსული და დარწმუნებულია რომ საქართველოში ქართველი გლეხი იქნება ისე მიუხედავად იმისა რომ საქართველოს დღეს ქართველზე და მით უმეტეს ქართულ სოფელზე აქვს აქცენტი ვიტალიო დააცარიელოს გაასქვისოს და ქართული გენი ამოძირკოს
არ ეგრისებია რაღაც. იმიტომ რომ ჩვენ ასეთები გვყავდა, ასეთები გვყავს. როგორც იყო ბატონი დავითი. და დაწუნებულია რომ ასე არის ეს. და თუ ავინმე ეს ამბები არ ჯერა ვისაც ურწმუნო იგი მით უმეტეს თუ ქართველი კაცი ასეთი ცხენის ზույთ არის ათრევი, ასე არის. და ნუ ეგრისება მას ქართლის მიწაოდა. დარწმუნებული ვარ, ასეთები როგორიც ის არის, იქნება მაგალითი ყველას და დღეს ჩვენ შემთხვევით არა ვარ და ჩვენ აქ შემოვედით პირველი რომ პატივი მიიღოთ მისაფლავს და კიდევ ერთხელ შევახსენოთ. როგორც ხვევებს, ისევ ახლა ჩვენს აუდიტორიას რომ ასეთი ხალხი ჩვენ გვერდში ცხოვრობდა და იქნებიან კიდეც. დარწმუნებული ვარ ამაში. მეთქმა განათლოს ამ კაცის სულ. აი უკვე აწლეულებია ჩვენი სამშობლო საქართველოს რაღაც მაფიოზული კლანების ძოლის ასპარეზად აქცევენ. ებრძვიან არიან ერთთან ბავში და ამ ძოლის ერთადერთი მიზანი ყველა მიჩნდ. მათი უზომო პოლიტიკური და მატერიალური კეთილდღეობის უზომო წყურვილია. თორე რაც შეეხება ქართულ სახელმწიფოს და ქართველებს ამათმა ბრძოლა მოუტანეს ის შედეგი, რომ ქვეყანა სრული სახელმწიფო უნგრევის უკსულისპირესა მიყვანდა ქართულმა ხალხმა ერმა მართლა ფიზიკური და ზნეობრივი გადაგვარების ყველა დასაშვებ თუ დაუშვებელ ზღვას გადააცემა. მე ადრეც მითქვი ახლაც ამავე დროს მე ბოდიში მინდა ამ მაფიოზო კლანებს მოვუხატო. იმიტომ მათში ნამდვილად არიან ამაყი მედგარი ადამიანები ამ კლანებში დონისა და კლანის მიერ უღალატობის ფიცით შეტყულა. და ამ პოლიტიკური ძალების ლიდერებმა გინესის წიგნში მოახდინეს ჩემი აზრით შესვლა. ყველა ციხს აჯობეს ტოტიდან ტოტზე ხტომაში. რა დილათ იცვლიან პოზიციებს, ანუ რაღაც ამას მართლა ნიჭი უნდა, სერიოზული ნიჭი უნდა, მე რომ უფიქრდები პრინციპში რა. მოდი ახლა როდესაც საქართველოსზე საუბრობ, მოდი რა აი მოდი ხელისუფლება, რაღაც ოპოზიცია, მე პოლიტიკური სპექტრი და თვითონ ხალხი, მოდი სალსაკე. არ ვიცი რაღაცა ისე იგი იმდენი უაზრობები ხელისუფლება. და ბიჭო 24 საათი მესმის გაჩერდი ბატონო მურია ისა რა ქვია 24 საათი მესმის რომ ჩვენ დიქტატორისკენ მივდივართ ბიჭო ვერ გავიგე რა დიქტატურისკენ მივდივართ კაცო გაგანია დესპოტიზმი შეუზღუდავი დესპოტი რაღა დროის დიქტატურისკენ სიარულია დიქტატურები ქონია ქვეყანას მაგრამ ქვეყანა აყვავებულა იცით არა ბოდიში კალბატონო თქვენ ისეთ კარაფის არ მეთქვი მაგრამ იმედი მხიარო რომაში როა მივდი ვაიმე აკოცა კინაღა მაკოცაო რაღა დროის კონსტრაზია დეიღალა ხალი აბორტების კეთებით რაღა დროის გაანადგურეს ყველაფერი და თურმე დიქტატურისკენ მივდივარ ეს ქართული სახელმწიფოს ქართული გენის განადგურებას პროცესი უკვე აწლეულებია მიმდინარეობს მაგრამ ამ ბოლო დროს რატომღაც მაგრამ ადრე თუ ოდნავ შეფარული იყო შელამაზებული შენიღბული ხო და დროში გაწელილად მიმდინარეობდა ახლა ეს ყველაფერი გახდა ძალიან ღია აშკარა არავინ საერთოდ უკვე არც კი ჭირდებათ რამეთი შეალამაზო ხდები და სარზე თავღედური ფორმები და ელვისებური სისტემით მიდის ყველაფერი. ახლა შეხედეთ ოპოზიცია პოლიტიკური სპექტრი. ნუ ახლა არ დაიღალა ხალხი ამდენი სპექტაკლების მხრებით კაცო. ყველა ყოფილვართ ამ სხვადასხვა სპექტაკლებში, ხო? ახლა კარგად ვინდათ გამიგოთ სპექტაკლში შეიძლება მართლა ისეთი იყოს სცენარი დაწერილი, ისეთი კარგად თამაშო როვესტრებით სპექტაკლს, ხო? ისე კარგად თამაშობდნენ მსახიობები თავის როლებს რომ შეიძლება მართლა რომ ვიფიქროთ რომ თითქოს ეს ნამდვილად რაც ხდება სცენაზე შეიძლება ეს ვიფიქროთ რომ ნამდვილი რეალობა ის კი არა თუ ცოტა რომანტიკური ბუნებისაა პიროვნება ისიც შეიძლება იფიქროს რომ ჩვენც მონაწილეობთ თითქოს ამ პროცესში მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს იმ დროს სანამ სპექტაკლი მიმდინარეობს მაგრამ სპექტაკლი რო დამთავრდება ჭაღები ეინთება ფარდა დაეშვება უნდა დაუბრუნდეთ კაცო რეალობას კაცო ხო არ უნდა ვიფიქროთ ბოლომდე რომ ჩვენ ვარ ესე იგი მონტეკოები და კაბულეტები და იქ რომეოები და ჯულიეტები არის ეს ხდება ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ეს არის ვიღაცის სცენარი დაწერილი ესენი რომ თამაშობენ ამ როლს მაგაში ამათ ფულს უხდიან ერთი ბუღალტერი ყავს ერთსა და იმავე შემნახულ სალაროში შეიძლება იღებდნენ თანხას
ერთადერთი შეიძლება ერთადერთი თეორიაში შეიძლება რომ საკნები და ეს მოლარეები იშლებოდეს. დანარჩენი ერთი არიან. ესე იგი და რაც შეეხება პოლიტიკურ სპექტრს თუდა ბიჭო ადრე მithქვია მე სხვადასხვა რაივში ჩალალედინის იმ ჯალათებს შორის რომელთა מחვილებს 1227 წელს 100,000 თბილისელის სიცოცხლე შეეტირა უფრო შეიძლებოდა გვენახა აი გულმოწყალე კეთილი სატნო ადამიანი ვიდრე დღემანდელ პოლიტიკურ სპექტრში მის ელიტაში შეიძლება ინახოს სამშობლოს უანგაროს სიყვარულით გულანთებული ქართველი ღირსეული მამულიშვილი გამორიცხულია ეს ყველაფერი ხდებით რასაც ვიტახი და ეს ყველაფერი არ თავდება ეს ყველაფერი გრძელდება ოპოზიცია იცით როგორ სასაცილოა სატირალი რო არ იყოს აი ხვალო მიიღოს ქალბატონო ხელისუფლება კანონი რომ ჩვენ ყველანაირად ყველა გავყიდონ მოდება პირდაპირ ტექსტით ოპოზიცია გამოვა დააფიქსირებს დარწმუნებულია თავის მედგარ პროტესტს მაგრამ იმას კი არ პროტესტებს ოპოზიცია ჩვენ უნდა გავყიდონ თუ არა რას ლაპარაკობ კაცო ეს რადიკალიზმია ეს როგორ შეიძლება ეს ტერორისტები ვიქნები არა უბრალოდ ჩვენი ტრანსპორტირების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იქნება საუბარი ესე იგი რო გავგდენიან მათრახის ცემით გასაყიდად რკინის თასმებით კი არ ვიყავ ჯაჭვების გადამული ტყავის რბილი თასმებით ვიყავ რაღაცა და ებას თუ მიაღწიეს ეს დემოკრატიის უდიდეს მიღწევად ჩაითვლება უშველებენ გრანტებს მიიღებენ და არაერთ რესტორანს დახურავენ ტაშმანდურით ესეთი სიტუაციაა და რადგან ეს კიდევ აი რამ შეიძლება რომ გვიშველოს აი ზუსტად ერთადერთი მე არ ვიცი სხვა არაფერი მე მაგალითად სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ ერთადერთი სიტუაცია აი ახლა ისევე რუსეთულობას ნუ მეტყვი და ტოლსტოი მე პანაცია არ არსებობს მაგრამ თუ ვინმეს აზრმა ჩემზე იმოქმედა ყველაზე მეტად ეს ის სიტყვებია რომლითაც გენიალური რუსი კლასიკოსი ლევ ტოლსტოი თავის უკტაფნებას ომსა და მშვიდობას იწყებს ეს რა უბედურებაა ეს გარეწარი ხალხი რა ადვილად ერთიანდება რა გვეშველებაო შეწუხებულია გენიოსი და პასუხიც გენიალურია მოდი ყველა პატიოსანი ხალხი გავერთიანდეთო ეს აუბრალოა უხარია მას მისივე სიტყვებია ყველა აზრი რომელსაც დიდი შედეგი მოძებს ყოველთვის საოცრად მარტივია ამიტომაც ჩვენ ერთადერთი რა შანსი გვაქვს რომ რამენერად გავიხსენოთ ვისი შთამომავლები ვართ დავით აღმაშენებას უკტავი დავით აღმაშენების სიტყვები ვაშკაც რომ ძალიან გაუჭირდება არავით არის გზა აღარ დარჩენილა გარდა ბრძოლისაო წმინდა ილია მართლის სიტყვები ილია წმინდაში ვართ ახლა მით უმეტეს უნდა გავიხსენოთ ქართლის ხალხის ერთობა სტიქიონია ასტიქიონება გამარჯვებაო ამიტომაც მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ პატიოსანი ხალხი გავერთიანდეთ ვიბრძოლოთ ავსტიქიონდეთ ვიბრძოლოთ და გავიმარჯვებთ და თუ ეს ასე მოხდა მიუხედავად ყველაფრისა მე მაინც ვჯერა რომ ყველა ჭეშმარიტი ქართველის ბუნებაში დღესაც განუხრელად ბატონობს გენიალური შოთას უკტავის სიტყვები სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილის სახელოვანიო მე მაინც ვჯერა რომ ყველა ჭეშმარიტი ქართველის სულში დღესაც ლაღაჯღეს ფილმში აჩუქში აღღერებული სიმღერის თაებრივი ჰანგები ამას გახთხო მამულო ცრემლით გადანამულო შენთვის სიკვდილი მაღერსაო მე მაინც ვჯერა რომ ყველა ცნობიერად უკვე ცნობიერად ყველა ჭეშმარიტის ქართველის გულში დღესაც მარდარის ჩაბეჭდილი ჩვენი საყვარელი პოეტის გრიგოლ აბაშიძის მდებარე სიტყვები სიცოცხლეს ვაშა მაგრამ სიკვდილის ქართლისთვის როგორ გამიჭირდება ვის დღეს დავეცეს მარადის დილით სამშობლო იყოს თქვენი ძილებაო და თუ ეს მოხდა მაშინ მუხა მუმს შემოიბერდავს მუხუმს ლაშარის გორჟე შადგომა ეღირსება კიდევაც დაიზრდებიან ალგეს ლეკვები ბლისად ყვალყორდების მუმბულს გაშლის გაფანტულს ვნახავთ გაშლილ გაფანტულს ვნახავთ ველზე ხოლო სვეტის ხოლის დიდწადარში დასვენებული ქართული გული ყველაც აენთება გაცხოველდება დასწვავს დადუგავს ჩვენს ყველა მტერსა და მოწყულს ორგულს ხოლო ქართველებს მანათობელი
შუქურ ვარსკვლავებით გზას გაუნათებს და წინ გაუძღება ნათელი ბედნიერი ღირსეული მომავლისაგან. ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო საქართველო. ბოდიშით.ავლოთ, ნამდვილად საქართველო ჩვენი სამშობლო, სადაც დავიბოდეთ, გავიზარდეთ, ვისწავლეთ ეს სამშობლოს სიყვარული და ეს ერთმანეთის პატივისცემა, ეს ჩვენი სამშობლოს დამსახურებაა, რომელმაც გვასწავლა და შეგვაყვარა ერთი მეუღლის პატივისცემა. დიდება იყოს ჩვენი სამშობლოს. დავლოცოთ ჩვენი სამშობლო. და ასე ვიტყოდი რომ ნებისმიერი ჩვენგანი ყოფილიყო ღირსი ამ სადღეგრძელოს დღის თავისი ცხოვრებიდან მოვიდა. თქვენია სადღეგრძელოში ასე ბევრი მაგარია, მაგრამ რეალურად რაოდენ მიქცევით ისე როგორც ვამბობთ, ეს კი საკეთებაა. შეგვძლებოდეს რომ ჩვენი სიტყვა და საქმე ერთმანეთთან მაქსიმალურად მიახლოვებული იყოს. მიწეს მაგრამ მაინც ასე ვიტყვი ბატონო შალვამ, აგერ თქვა ქართული გენთან დაკავშირებით, რომ ერის მიხვდა იმას, თუ კი ქართული გენი ფიზიკურად არ განადგურდა, მისი მოთოკვა და ლაგამის ამოდება ესა შეუძლებელი. და შორს რო წავიდეთ, ის 70-იანი წლები რო გავიხსენოთ, რაც დიდი საბჭოთა იმპერია იყო ფაქტიურად საქართველოს ფაქტში ასე ვთქვათ. ზევიდან მიუხედავად იმ უზარმაზარი წნეხისა, როგორც კი ცოტათი მაინც იგრძნო თავისუფლების სიო ქართველმა კაცმა და ზვიად გამსახურდიან და მერაბ-კოსოვამ შეძლო იმ უკდევების ფესვის მიგნება იმ ქართულ გენში და იმ სიმზე ხელის ამორტყობა საკმარის იყო 1-2 წელიწადი, რო ის ნარწთობი წლების განმავლობაში, აწლულობის განმავლობაში ნარწთობით საბჭოთა პატრიოტიზმი რაღაც 2 წელიწადში ეროვნულ პატრიოტიზმად ექცია. ეს იყო უპირველეს ყოვლისა ისევ იმ გენის დამსახურება, რაც საუკუნეების განმავლობაში ქართულ კაცში ყალიბდება და დარწმუნებული იყავით, რომ რაც არ უნდა რომ გავიდეს, თუ კი ეს გენი გადარჩა და ფეხზე დადგა, გამორიცხულია იმან საკუთარი სათქმელი არ თქვას. და საუბედუროდ ეს კარგად იზი შედვა წერპაც. და ამიტომ მაქსიმალურად ბრძოლა რომ საქართველოში ქართველი კაცი უნდა იყოს უმცირესობა და საქართველოში ხვალ და ზეგ ქართველ კაცს და განსაკუთრებით ქართველ ახალგაზრდას მომავალი საქართველოში საკუთარი თავი ვერ უნდა დაინახოს და საკუთარი ნებით უნდა დატოვოს საქაურობა და ეს ყველაფერი გეგმაზობრივად ხორციელდება და შემთხვევით არა. ხოლო მე ძალიან დიდ პატივს პოეტს როგორც პოეტს, თუმცა თავის დროზე რატომღაც შევანაძის ნავში ამჯობინა ჩაჯდომა, მურვალება ნიქცეს, მაგრამ მინდა ერთი მისი ლექსი თქვა. სადაც მან კარგად გამოსახა ქართველი კაცის ბუნება. ხმამ სუყემდა ჯანიერმა მატარებელის შეხვედრა. ქართველები რა ხალხიც ვართ, იცი ზამა ქვეყანამ, 2 კაცი სუფრა შეიქვ, 3 კაცი ხეი, 4 კაცი არიფიოს, 5 კაცი პარტიას, 6 კაცი მანიფესტს წერთ, 7 კაცი ხარტიას. ჩვენო 100 კაცი ვიყოთ, ჩვენო ერთი პირი ქონდეს არ გვესალოს საქილიკოთან, ბილიკიც ბილიკოვდეს მაშინ, რა მაშინ. და ეუგიჟია. მოაშორეთ აიბაში. ჩვენია თუ ალიფაშიც, ჩვენ თავს ვენაბარაგი, ჩვენთვის ყოველდღია. აი ესა. ქართველი კაცი თუ კი გამონახავს, როგორც თქვა, აი მართალი ქართველი კაცი. საქართველოს მოყვარული ქართველი კაცი, საერთო ენას და შეიკრება ერთგუნდად, მაშინ ქართველი გენი ითქვის თავის თქმაზე დარწმუნებული ვარ, ეს ასე იქნება და საქართველოს გადაშენება არ უწევია და ეს განსაკუთრებულება ქართველი გენის თავის ნაწარმოებში აკაკი წერეთელსა კარგად გადმოცემული ბაშიათებში. ბევრ შეიძლება ყურადღება არ თქონდეს მიქცეული, ჩემ დროს აი საბჭოთა პერიოდში, როცა ისწავლებოდა ბაშიათჩუკი, იყო ასეთი სიტყვა, რომ როცა იკრიბებიან უკვე დაპირებენ აჯაყებას, რომ 2000 ქართველი წეწერა მასხრობა საქმე არ გქონდათ. და შეგნებულად მაშინ ამოიღეს ცენზორებმა სიტყვა ქართველი ეწერა 2000 ვაშკაცი. არა და გაგის ქართველს ქონდა აქცენტი ეკეთებული. და ამას მიხვდათ ეს ქართველი ამოეგდო, ჩასვა სიტყვა ვაშკაცი, თქოს ახლა ჩვენ თუ ყავდა 2000 ვაშკაცი, იქით 60000 ვაშკაცი არ იქნებოდა. არა, აქ ქართველია მთავარი. ქართული გენია მთავარი და ჩვენ დარწმუნებული ვართ იმას მივახცევთ, რომ დადგება სულ მალე დრო ქართველიერი თავის სიტყვას იტყვის. ეს დრო შევს არა და ჩვენ თუ ესე მოვახერხეთ, ხვალინდელი და საქართველოს შეიძლება აღწევდეს. თორე რეალობა სახეზე არის. სოფელი იცლება,
საკუთარი ნებით ქართველი კაცი ფულს იხდეს იმაში რომ აქაურობა დატოვოს, ბევრი ამბობს რომ და უთქვამს კიდეც ჩემს საახლობლოში რომ უარეს დღეში ყოფილა. ყოფილა შემთხვევები 1000-ნაირი პრობლემები იყო, მაგრამ არასოდეს ქართველი კაცი საკუთარი ნებით საკუთარ ტერიტორიას არ ტოვებდა. ესაა ფაქტი. ესაა რეალობა. და მე ხანდახან მიყვარს ასეთი რამის თქმა, ერთი ამერიკელი პროფესორი იყო საქართველოში შემოსული, რომელმაც გააკეთა გამოსვლა უნივერსიტეტში და შემდეგი სიტყვები თქვა ამერიკელმა პროფესორმა. წარმოიდგინეთო სტუდენტებს ეუბნება. რა იგნებოდაო? საქართველო თავის დროზე თერგდალეულები რომ საქართველოში არ დაბრუნებულიყო. და ქართველი ახალგაზრდებო დღეს დღევანდელი თერგი არის ატლანტის ოკეანეო. და ვინც იქ აპირებთ განათლების მიღებას, თქვენ თუ უკან არ დაბრუნდით ეს განათლება საქართველოში არ ჩამოიტანეთ, რა აზრია ყველაფერს ამას. ამას ხვდება ამერიკელი კაცი. ის კაცი დღეს ოცხალი არ არის, მეტყვა განათლებას მისურვ. და ჩვენ რატო ვერ ხვდებით იმას? ქართველები, ჩვენი მთავრობა, ახალგაზრდები რომ თუ კი ისწავლა და განათლება, ისევ აქ არ ჩამოიტანეთ, ღმერთმა ყველა სიკეთე მიცეს. ჩვენ ხო ხვალ და ზეგ, როგორც საქართველოს, როგორც ქართველი ერი, დომინანტი ერი საქართველოში არ იქნება. ღმერთმა ქნას, თუ ასე არ მოხდეს. ღმერთმა გონას, რომ ქართველმა კაცმა იორგოს. ღმერთმა ქნას, რომ ჩვენი ეს სიარული, გულისტკივილი, აზრების გაზიარება მხოლოდ ამ დონეზე არ დარჩეს და ღვთისნებით, რა თქმა უნდა, და ქართველი ერის კეთილნებით ფარაეულად ორივეს ერთად გაერთიანებით, რომ ქართველი კაცი თავისუფლად სიტყვისა დაწურებული არ დაიწყება. მთავრობის მიზანია ეს ზუსტად. გავგადაგებთ. რა თქმა უნდა. მე თვითონ გადაარჩინე შენ ქვეყანა. აი, უკვე საქართველოს საბრძოლო იქნება. როიქეთ არის ორი სიტყვა მინდა რა ძალიან ცუდ დღეში ვართ რა ჩავარდნით რა რომ მინდები ძალიან ცუდ დღეში ვართ. ორი სიტყვით რატო ვართ კიდევ ცუდ დღეში. ჩვენ ვიცით რომ 1000-ნაირი პროგრამებს ადგენენ, 1000-ნაირი ლაივები აჭერება, 1000-ნაირი ლექციები, 1000-ნაირი რაღაცა ახლა დაიწყეს, ისაო რა ქვია, სამართლიანი საარჩევნო გარემოზე. რაღაცა საუბრობენ ეს ხალხი რა, რაღაცა და რა უნდა ვერ გევიკე, კაცო. ერთი რამე მინდა რომ ვთქვა რა. აი დაუფიქრეთ რა. ლაივები ახლა ჩვენი მეგობარია გაქცეულია, იმან რა გააკეთოს. გადახვეწეს, იმან თოფს ხო არის ფრის იქიდან და ალყობი ხალხმა 24 საათი ლაივისა და ცოტა უხერხულად მიმაჩნია, იმიტომ რომ ბიჭო ყველაფერი შესანიშნავად იცის. ყველაფერი, აი, ახლა ბავშვის ის ამოაგდო, ერთი 10-12 ბავშვის ის ამოაგდო TikTok-მა. მაგარი გარეგნობის ბაღანა, ეკითხებიან, შენო იმასო, რა ქვია, ავლეფო თვალსო Facebook-სო და TikTok-სო და ისე ხანდახან გადავხედავდა. ქვეყანაში რა ხდება თუ იცია და იცი როგორ დაწუნებუდი ძახი არა ქვეყანაში რაც ხდება ნამდვილად ვიცი მაგარი გარეგნობის ბეჭდ რა ხდება ბოდიში რა ხდება და გვერხებავ ისე აი პირდაპირ თქვა ისე მე სიცილიო უვარდა აი როგორი უშუალო ის კი არა სიამა გვერხებ ვიღუმები რა თვიდა მე მაგის აღდა რომ ვიღუმები ამ პროგრამებს უწერენ 24 საათი ვინმე მითხრას გარშემო რომელიმე პოლიტიკური ძალა, რომელიმე ორგანიზაცია, რომელიმე საერთოდ პიროვნება, პოლიტიკოსი. თუ წერს ისეთ პროგრამას, ხალბატონო, რომელშიც ეწეროს, რომ ჩვენ მომოვალთ ხელისუფლებაში, ჩვენ გავანადგურებთ ქვეყანას, დავანგრევთ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, დავამშევთ, გავძარცვავთ, გენოციდს მოუწყებთ ქართველებს და გადავხვეწავთ ქვეყნიდან. ყველა, არა, კაცო, ყველა წერს, ჩვენ მოვალთ ედემის ბაღივით ავაღორჯინებთ ფანტასტიკურ საარსებო პირობებს შეუქმნით. ყველა გვატყუებს დედაწვალე და რა თმინდა მე ეს რა საარჩევნო გარემო. დღეს რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები ჩაატაროს უშუალებელი პროცენტით მოიგებს. რატო იცით? ყველა ამას აკეთებს. ეკლესია ისე რომ სულაჭიდება, დაყალბება. აი მე ერთი მომენტი არის ყველა სასაცი გაგიგონიათ ვარშავის გეტო ხო გაგონილი 40 წელში შეიქმნა 53-ში განადგურდა 450,000 კაცი იყო ნათია მე ახლა შენ იმას მესენჯერში ჩავიდე მასაშიასულა 450,000 კაცი ხო და ახლა
მე გაანადგურეს მთლიანად მოსპეს. ხო და 53-ში საერთოდ მოსპეს. იქ ორი, ამოხოცეს ებრაელებზია საუბარი. ესესელები ხო იყვნენ. ხო და იქ წარმოიდგინეთ რა ისა რა ქვია რომ ჩატარებულიყო არჩევნები 42 წელში ამ გეტოში. შეშინებული, გაუბედურებული ხალხი და 20 ყოფილიყო თლად ბიულეტენი და 20 SS-ს მიიღო მონაწილეობა. და ეს ფრანკი იყო თლად გენერალ გუბერნატორი იმას კიდო ბურგომისტრი. თქვენი აზრით პირველად ვინ მიიღეთ ამოც 20-ვეს ჯერეთი დასწრება იქნებოდა 100%-იანი. ვინ გაბედავდა გაცნობას და 20-ვე ამ იმას მიიღებდნენ SS-ელები. და ბურგომისტრი გახდებოდა ფრანკი. ვინ გაბედავდა წინააღმდეგობის თვალს? დავით აღმაშენებელში ეს კაი სიტყვები ნათქვამი ლომს თუ ცალთვალას ვის შებედავს ელამიხარო. ხვდებით ასაძე მახარა ეძახის ნახევარზღვა და მე იცი ყველაზე მეტად ისი მეშინია, მართლა მეშინია ამისი. რომ სიცოცხლე ხო ძალიან ტკბილია. სიცოცხლეზე დაკარგვაზე მეტად მე ადრე ვთქვი მართლა მეშინია რომ ჩვენი შთამომავლები ჩვენ საფლავებზე შეიძლება ვეღარც მოვიდეთ. ჯერეთი არ მოვიდნენ რომ ღირსად არ ჩაგთვალო. სად იყვნენ ჩვენი წინაპრები რომ ესაც ჩვენ ქვეყანას ასე ანადგურებდნენ და ყიდდენო. და მეორეცეთი რო უნდათ ვერ მოვიდნენ. აღარ იყოს ჩვეულებრივად ჩვენი საფლავები და მის ადგილას ამ უცხოელებს ჰქონდეთ რაც ხავს სასტუმროები, კაზინოები და ბოდიში ბარდელები და ეს რეალური საფრთხის წინაშე ვართ. ეს სიტყვები კი არ არის, აგიტკენ მივდივართ. და ხელისუფლებას ეს არის მითიც უმთავრესი მოვალეობა რომ ქართველები არ იყოს. იმიტომ ქართველებზე მართლა ფიქრობენ დღეს ხო შეიძლება მოგთხოვონო პასუხიო მწარედ. თუ იქნება არაბი, თუ იქნება სხვა ისე იმას რატომ უნდა მოთხოვო სამხელისუფლებას? იმას შემოიყვანა, იმათ აწყობთ ასეთი სიტუაცია და იქნებიან სულ. ეს არ უნდა დაუშვათ რამენერად ცოტა ღმერთის შეტანათ მინდა, მაგრამ ღმერთმა რო გადმოგხედოს კეთილი თვალით, ცოტა ჩვენც ხო უნდა ვიბრძოლოთ, არა? რა ვიცი, აბა მე კი გარანტირებულად კი არ არსებობს გამარჯვება, მაგრამ თუ არ ვიბრძოლეთ, ხო არაფერი არ გამოვა პრინციპში რა. რა ვიცი. ამისავად აღოღებული თავარი პრობლემა დღეს საქართველოში არის ის რომ სოფლების არგელია. ძალიანდება ხო? დღეს ლაპარაკობთ ახლა აგერ არა ამაზია რა თქვა კაცი. ქუთაისი ახლა ქალაქებს შორის რა ვიღოთ? აი ქუთაისია საქართველოში დღეს ის ქალაქი რომელზეც უფრო აისახება ის პრობლემები ვიდრე სხვა ქალაქებზე. თბილისი, რუსთავი, ბათუმი რავდებიან, ძლიერდებიან. ყოველ შემთხვევაში ფაქტია ბიუჯეტსაც გოდახადო ხალხის რაოდენობასაც. ერთ-ერთი ქუთაისი რომელიც განახებდა. აი მას რო კიდეს განახებდა. აწყობთ ქუთაისის. ვიდრე სუბთა ქართული რეგიონია. სუბთა ქართული რეგიონები და თუ ადრე ჩვენ ტრაბახობდით რომ აი ქუთაისიდან მიეწოდება აგერ თბილისის ქართული სისხლის საღა ქუთაისში. საღა რეგიონებში ქართული. მილიარდ პროცენტია. ესა რეალობა, ესა ფაქტი. მილიარდ პროცენტია. დედა რაჭული იყოს მე ახლა. და ჩემ მეგობარი ყავდა ერთ მეზობელი ასაკენ კაცი იყო და უყურდა თმა თბილისლები ძირითადად რაჭაში არიან. ქუთაისში ნაკლებად. ამ თბილისში წასულო რაჭოლებს რაჭა მიაჩნიათო 64-ო და კითხოსო დაუსვამდი რატომო? თელი ცხოვრება ცხოვრობენ თბილისშიო და რომ მოგდებიანო მე მოასვენებენ აქით რაჭაში. და მე უკვე ეს მე დავამატე უკვე აღარა ამას უბედურება ის არის რომ დღეს უკვე იქ მაცხოვრებელი თბილისელი რაჭველი უკვე იქ ასაფლავებს თბილისში. ის ვალდებულება რაც ის კუბოსპიცარი არის აღდგომა დღეს რო ჩადიოდა ეს ვალდებულებაც აღარ აქვს მათ. უკვე ძველი საფლავები რჩება. წელიწადში ერთხელაც კი უკვე აღარ ჩადის უკვე იქ. ცარიელია სოფლები. სოფელი სადაც სკოლა იყო, საშუალო სკოლა იყო, სადაც 600 ბავშვი სწავლობდა, დღეს ერთია დარჩენილი მოსწავლე. 5 მასწავლებელი ყავს თელ სკოლაზე, 1 მოსწავლე. ესა რეალობა, ესა ფაქტი. კატასტროფული მდგომარეობაა ეს. და ამ დროს ეს ყველაფერი თუ სახელმწიფომ არ ინება რაც არ უნდა სხვა მოინდომოს, ხომ შანსი არა გაართოს და ჯერ სახელმწიფო, მე ეკლესია და მერია სხვა ინსტიტუტები, რომლებიც ამაში უნდა ჩაერთოს და როდის? ეს როდესღაც ხომ დაიწყოს. თუ უკვე გვიან არ არის. არა და ფაქტია რომ ყოველი დღე ჩვენზე მოქმედებს უარყოფითად. ლაპარაკის გარდა, ლაპარაკი და ისიც ახლა კარგი და ლამაზად ქართული საუბარი ისწავლა ბევრმა, გამოდიან საუბრობენ და ვისაც წარსული თანაც აცნეულები გამოდიან უკვე და როგორ აკარგებენ კაცო ეს ასე მოტყუებას ამდენჯერ ხალხი მოეთქი და ასე არა და მაინც ყვდებიან კაცო
ნიაზი არ ვარ, გვეშველება, რაღაც უნდა გვეშველოს რა. ამ ეკლესიაზეც რო არის, რა ვიცი, სუყვე ვინმე საინტერესო ხალხი იყო. თუ ვინმე იყო ეკლესიის მსახური, სერიოზული იერარქი, მე და გიამ ყველა ვნახე. თუ ვინმეზე საუბარი მიდიოდა. თანაც ის კი არ გვითქვია, ვაიმე გვაკურთხე მეუფედა, პირდაპირ ნარელაპარაკი იყო ხოლმე. დათოს სასაფლაოზე რო ვიყავით, მე მაშინ გამოვაცხადე რომ რამაზიზე უბრალოდ თქვა, ჩვენი მეგობარია თქო და თქვი რომ უკვე როდესაც ოჯახში წავათხა, ორ სიტყვას ვიტყვი რამაზის შესახებ, რატოა ეს კაცი? მე მეგობარია, მაგრამ არ მაქვს შედიკად ცოტა თავისებური ესეთი ტიპია რა, ეს ორ სიტყვას არ იტყვის, ადრეც ასე იყო. ძმა ბესო ის ძალიან ახალგაზრდა მოხდა 45 წლის ხო? აუ რაღაცა უნიკალური პიროვნება იყო და აი ნახეთ რა ხდება. ვიგებთ რომ სოფელ უნორიაში 1200 ჰექტარი აქვს გლეხებს, წაათვეს 500 ჰექტარი. ნუ გამოვიდნენ იჭუბეს რაღაცა ცოტა იყავყავეს, მაგრამ დამწყლავდა. შემდეგ ადგინდა წაათვეს 700 ჰექტარი. უკვე გამოვიდა სოფელი გაბრაზებული. ჭუბობენ არიან ერთ ამბავში და ამ დროს, ამ ჭუბის დროს, ნუ ახლა წარმოიდგინეთ სააკაშვილის დროს პოლიცია, ესე იგი ბალახობენ, რასაც უნდა აკეთებენ და ჩამოვიდა რამოდენიმე მექანა იყო, ხო სწორია? გადმოვიდნენ ამა თქვენ ვის რას რაღაცა, ნუ ახლა რას ლაპარაკობ? პრეტორიენთა გვარდია, მოსული ვინ უნდა შეუბრუნოს სიტყვა ამათ, ხვდები რასაც ვიძახი და ახლა წინ ხო პრეტორიენთა გვარდია და იმპერატორის პირადი დაცვის გვარდია, აროჩე და ახლა რამაზიზე რა დავყვები, რამაზი, მისი ძმა და შეიძლება 1-2 არიან ლიდერები ამ სიტუაციის, ესენი მართავენ და აი ჭუბი ჩახეთ როგორ დაიწყო. აი როგორ დაიწყო ჭუბი, ამასაც ხო თავისი ის აქვს. და ერთი ვინც არის ოფიცერი ის ახლა ვაფშე ის არის ყველაფერი რა. შეაგინა ერთ ვინც ძალიან აქტიური იყო რა. პიროვნება. ვა შეაგინა ამან ახლა შეაგინა და დამთავრდა, კაცო რაზეა ლაპარაკი პირიქით უნდა გოუხანდეს სამხედრო პიროვნებამ და რა ყურადღება მიაქცია და ამ დროს მიდის ვიღაცა ქალბატონი. ტოლხი ქალბატონი შვახნის, ხვაზე იყო. ჯოხზია დაყრდნობილი და ის მეგრული ძალიან ისე ბუდიში და თქვენ შეაგინდა თუ ამ პიროვნებას კულტურულად მე რაოდა მე ვარ ამის და როგორ უკანა ეს დრინი და დააგდო გოჭივით ეს პოლიციის ოფიცერი და მომისმინე ეს რა არის მე თულაკი ვაიმეო დეესხენ თავზე ამ ხარ წააქციეს ქალი წაგვიქციე ხო აგეთი როდე ეჯახეთ პოლიციელებს მამაშვილს არა იყვას უკვე და გააძრეს იარაღები დაიწყეს სოლა ფეხებში გონი ერთ მოხდა ხო კიდევაც არ მოხდა მაგრამ ფეხებში ხო გეცროდეს ხო და რაო სტროლა დაგვიწყეთო და ეგენი ზოგიერთები გავარდნენ იქვე სახლებში ხო მივხვდნენ რაზე გავარდნენ სტროლას გასწავლითო აზრი ეს იყო მოკლედ და გაახსენათო ქართველები არიან ბიჭებო არ დავხოცოთ თქვენ გენაცვალეთ ქართველები ვარ თქვენი კარგად დაზუნდეს ბარეური პოლიციები აბა ბიჭო და ჩაყარები მანქანებში ეს ლიდერი იმას მანდაჟი დაუჭერია რა ერთ-ერთი აი ახლა მე მაგალ თოხლა ხო და გაიქცნენ და ვინდა ხო არა სიტყვაზე გეიქცე ხო და ჩამოვიდა ორი ეკოროსი პოლიციელი და ეგენი ხო უნდა გეიქცე მთელი სოფელი ჩატვა რომ აგენმა დამალვა მოასწრო ამათ თავის თავზე მე ვიცი ზუსტად ხო ვიყავით მე ხო და რო დეიმალო ახლა აგენი ამით ხო არ უნდა რომ დამთავრდეს უნდა ჩამოვიდნენ თბილისში რომ რამენერა დედაქალაქს გააგებიონ ეს სიტუაცია ხადაჭერა და იქ არ ვიცი ვისაც იკაროსი ქონდა ვისაც ავტობუსი ქონდა გააფრთხილეს ვინმე თუ მეჩემთო ის ბაზო მანქანას კი არ წაგასწრებთ დაგიჭერთ და მაინ ჩამოვიდა ერთი 30-40 კაცი იყო და იმაში თავისუფლების მოედანზე შალვა იყო სხვადასხვა ისა გავაკეთეთ აქცია იყვირეს იჭივლეს და სხვადასხვა მომეწოდა იმის შენი თანაკლასელის ისა სამუდამო პატიმრობა მოითხოვა მაგრამ ეს ჭირდებოდა იმ დროს ვინც ქართულ მიწებს ყიდდა ერთი რამე ახლა იქ რაც ყვილია სხვადასხვა ორი პოლიტიკოსი იყო ჩასული
შალამბერიძე და ისა ისიც იყო შუხანელი იყო რომ მოგცემეს და თამაზი დათო მაგას ვიძახი ეს ორი ხო ყობა და ეს ორი ჩასული იყო თქვა ხო და ამის შემდეგ მე რამაზია 1-2 ბიჭი რვახდა წავედით ვისაც ახლოს ვისდობდით ყველაზე უფრო აქტიური სიტუაცია იყო სახალხო კრება მივედით სახალხო კრებაში ვითხოვთ დახმარებას იქ ინაღამ ჩხუბი არ მოგვივიდა შენო იმას იძახიო გონიაო ჩვენო შენზე ნაკლებად გვიყვარსა საქართველოს იმან არ მინდა ახლა ეს ძალიან ცნობილი ხო ჯაბა ამირეჯიბმა აროჭი და ამან იცი რა ადვილად დაამშვიდა დამწყდა დეგენაცვალე აგანეო ვიცით რომ უნდა დაგვეხმაროთ თქვენი არაფერი არ მჭირდება ესე შვიდა იცი რა ისოვი შვიდა თვითონ ვიხარ ვაფშე აი ეს მომენტი იყო მაგარი ჩვენო ვიცოდით აქ მიზა მოვედით რომ რაღაცა დაგვეხმარებოდა ეგერ გაფრინდაშვილი ეგერ ჯაველიზი აკადემი ცნობადი ხალხი გვინდაო რომ ჩამოვიდესო თორე ჩხუბითო ჩვენ ვიჩხუბებთ პირდაპირ უხდება ამის შემდეგ ფორუმშიც რომ მივედით იქიდან ვაფშე ზღაპრები მოგვიყვა აი ჯავახიშვილმა რა დროის მიწები აქვს რა დროის ქვეყანა იღუპებაო თურმე მიწებს ამ მნიშვნელობა და ახლა ხო მაგარი ხვითუა აკუბარდია ხო მაგარი ხვითუა მაგრამ რომ მივედით დასვით არ დასვა ამათ ეძებს ფაქტიურად პოლიცია ხდები ის კი არა რომ გამოკლულია მაგრამ ეძებენ ბიჭო პოლიციაც შემატყება ასე ორშაურად საკაშვილის დროს გამიგერა და აკუბარდია მართალი არ ჩაწერა აგენტი მაგრამ გაუშვა მოკლე ჩაწერა და როლიკები გაუშვა და ამან უშველა სიტუაციას დაანებეს აკუბარდიას ქონდა ეს ძალები რომ მიწის ქვეშა რაღაცა ძალები და შეხედი ახლა უბრალოდ აი ეს ამბები წარწეული აქვს ამ წუთას ეს სიტუაცია ამას წარწეული აქვს ეს მიწა მაგრამ როგორ არ დავაფასო ასეთი პიროვნება და მე ხო მოვყევი კიდო გამოდის ერთხელ აკუბარდია და კანდაუშიო ამბები ხდებაო შეტაკება იქნება ომი დაიწყებაო სიკვდილი ან გამარჯვებაო ახლა მე მიყვა მომწონდა ასეთი რაღაცები და არ იქა ვიკივლე და იმ ჯიშკარიას გაურეკე იქ არ გავიცანი და იმა მანქანით ხვალ გამოგივლია ჯაბა ჯიშკარიანია მაგრამ ოცნების საკრებულოს თავმჯდომარე იყო წევრი იყო ერთ-ერთი და უნდა გამოიარა დამირეკა ახლობელა თუმე დაუჭერიათ იმ ღამე და ვეღარ მივდივარ ის ფულიც არ აქვს კანდაურაში რო ჩევით ამას მაშინ საქმე ქონდა პატარა თავისი საქმეა მაშინ წიგნების ბიზნესი ძალიან ისეთი დრო იყო რომ მოუსწრე და მაინც ურეკა ამას რამაზია ბიჭო მე ვთხარი ხო წამოხარ კანდაურში რა ხდება იქ დიდი კილოწეულია პოლიციასთან შეტაკება იქნება თქო და აბა რას ვიზამ ეგრევე ერთი თვითმა ხო შეიძლება და დაეტორმოზებია კაცო მე ბევრი ვიცი რომელიც დაატორმოზებს ჩხუბი პოლიციასთან შეტაკებას და რა ხო და რას მეკითხე მაგას ეს სულად ზროხებია მე იქინო იმის გულიზა ვიბძოდიო რომ ზროხების სადი მე ქართული მიწა სადი ადგეთი წავედით არ იყო იქ ისეთი სიტუაცია რომ ჩვენ გვეგონა ჩხუბი მაგრამ მაგრად მე სიამოვნად იქაურეს რომ უთხარითო ამ პიროვნებასაც ესეთი სიტუაცია როგორიც კაროჩე თქვენ კაცო და შემდეგ ჩვენ მოგვიწია რამაზი არ იყო იქინე ხო მაგრამ ჩვენ მოგვიწია მე გაჭედილში ჩასვლა იმაზე მთელი კიბილწივილი ქონდა ამ კანიონებზე ხალხი შეაწერეს კანიონები შეაწერეს რომელია არ უშვებდნენ კანიონების დასანახად ბიჭო მთელი ცხოვრება ხალხი იქ ცხოვრობდა და რო ჩამოვედი რამაზის ოჯახში ვიყავ ბესოსთან გავათენა რამაზი არ იყო მაშინ იმაში მთელი საკრებულო ამის საახლობლო ვინც იყო ბესო მოშეგვიყვანა მთელი საკრებულო ჩვენ ხარეს განმოვიდა მთელი პოლიცია ჩვენ ხარეს განმოვიდა ხო რა გინდა რაღაცა შიგნის ამხანაგობა შექმნა ჩვენ ორჯერ ვიყავით შესული და რაღაცები იქ დაასაქმეს იქაურები ნაწილი და ყავს კაკალი გააგდებიო და როდიში ხო რაღაცა პროცენტები რაღაცა და ჩვენ ეს არ გვაწყობდა მაგრამ ხო არ გადავახტებოდით ხარ ამიზავ ცემიას ხო საერთოდ ბევრია ხო სწორია ისევე მებრძოლები რა და ახლა რა მომიყვა გული გამისდა აღარ არის ხალხი ან გეიქცავ ან დაიღუპა ან დაიდრდუნაო და მეხუთედის მე ნახა მე აღარა სოფელი დარჩენილია და ასე ანადგურებენ ჩვენ გენს და ბოლომდე ხო უნდა გაანადგურონ არ შეიძლება აი გული
გულის ხტება რა თან მე უბრალოდ იმპაქტი მქონდა ხალბატონ ბათუმში 20 წელს მქონდა იმპაქტი 15 ოჯახს ასახლებდნენ გავიმარჯვოთ იქ არა ყველაზე მე ვიყავ ჩუბობდი ბათუმში მაგრამ ბოლოს იმ ხალხმა ვისი გულის და თავი გავწინე იგენმაც ზურში ერთმა ჩამართვა ოჯახს თუმცა შეკრული გულმა ვეღარ გავიწოდა და დამარცხდა იმპაქტი მაგრამ გადავჭი კაი ჩემო რამას გადაგგზელებ ზანიკო გია მე მთელი გული და სულით მინდა ეს კაცი რომ ვადგერძელო და მთელი გული და სულით მინდა ჩემო თემურ რომ ეს იცოდეთ რომ ეს კაცი ასეთი არსებობს რამაზი ჯიქია და რომელიც და საქმეზე რო დაჯეს იმპაქტი ქონია ძალიან სერიოზული ამ წუთად სტენდებია უკოკმანო დათმობს სიცოცხლეს ქვეყნისათვის მე ზუსტად ვიცი და ამიტომაც მიხარია ასეთი ხალხი რო არსებობს კაი ჩემო რამას ნუდალევ ითხრა სიცოცხლე მე შენ უდიდეს პატივს ხსენ შენ ეს კარგად იცი და შენ იზმასიტურა მე მაგრად მათკინა ძალიან გული სადაც არასამთავრობები მომეოქე დამფუძნებელი იყო ერთ-ერთი მისის გამოსახლებები მიწებზე სულ გვერდში ახლა იმპაქტია და აბა რამაზე